ნახვამდის გამარჯობა და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Global Life-ში. მე ნატაშა კიესჩიკი ვარ და დღეს ჩვენ გავისეირნეთ მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე აქტუალურ ამბებში. მოდით გადავხედოთ დღევანდელი საღამოს მთავარ სათაურებს. შემდეგ რჩება თუ არა თურქეთი დასავლეთის ალიანსის ქვაკუთხედად. თუ ნატოს მთავარი ძალა უკვე უფრო პრობლემად იქცა, რადგან მისი მოკავშირეებთან დაძაბულობა იზრდება. სწორედ ამაზე ვიმსჯელებთ. პენტაგონსა და SpaceX შორის მძაფრი დაპირისპირებაა იმაზე, რაც თანამედროვე ომებში ცენტრალურ როლს თამაშობს. Starlink-ი ბრძოლის ველზე. ასევე კანადა ახლა ნამდვილ Brexit-ის მომენტს განიცდის. ალბერტას პროვინცია ახლა ოფიციალურად მიემართება რეფერენდუმისკენ, რომელიც 19 ოქტომბერს გაიმართება და სადაც გადაწყდება დარჩება თუ არა პროვინცია ქვეყნის შემადგენლობაში. თუ გადადგამს ნაბიჯ დამოუკიდებლობისკენ მომავალი კენჭისყრისთვის. მაგრამ სანამ ამ ყველაფერზე და კიდევ ბევრ სხვა საკითხზე გადავიდოდეთ, მოდით გადავხედოთ ამ კვირაში მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მნიშვნელოვან ამბებს. პირველ რიგში აშშ-ის ვაშინგტონის შტატში მომხდარი მომაკვდინებელი ქიმიური კატასტროფა ახლა უკვე სრულმასშტაბიან სამძებრო ოპერაციად იქცა. ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა მას შემდეგ, რაც ყველა დაკარგული 9 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა სამშაბათს მოხდა Epon Dynawaves შეფუთვის საწარმოში, როდესაც უზარმაზარი საცავი ავზი მოულოდნელად გასცდა და მასში მოთავსებული იყო თეთრი ხსნარი. ეს არის ძალიან კოროზიული ქიმიური ნივთიერება, რომელიც ქაღალდის ცელულოზის წარმოებაში გამოიყენება. ხელისუფლების განცხადებით დაახლოებით 900,000 გალონი ამ ნივთიერებისა დაიღვარა, რის გამოც საგანგებო სამსახურებს მოუწიათ ფრთხილად გაევლოთ ქარხნის ნანგრევები, ხოლო დრონები მიმდებარე ტერიტორიას ამოწმებდნენ. ძებნა მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდა, სანამ ბოლო დაღუპულები არ იპოვეს. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, თუ რამ გამოიწვია ამ ავზის მწყობრიდან გამოსვლა. და ბოლოს გვაქვს საოცარი ამბავი. 4 მამაკაცი, რომლებიც ცენტრალურ ლაოსში დატბორილ მღვიმეებში იყვნენ გაჭედილები, ეხლა უსაფრთხოდ გამოიყვანეს მიწის ქვეშ 1 კვირაზე მეტი ხნის შემდეგ. ისინი იმ 7 სოფლის მცხოვრებიდან იყვნენ, რომლებიც ამ ვიწრო მღვიმის გვირაბში შევიდნენ ოქროს საძებნელად, როცა მოულოდნელმა წყალდიდობამ მათი გასასვლელი ჩაკეტა. ეხლა მაშველები ამბობენ, რომ მღვიმის სისტემა ზოგ ადგილას უკიდურესად ვიწროა. ზოგიერთი მონაკვეთი კი მხოლოდ 50 სანტიმეტრია სიგანეში, რაც ამ ოპერაციას განსაკუთრებით საშიშს ხდის. ერთ-ერთს მეორის შემდეგ გადმოჰყავდათ გადარჩენილები საკაცეებზე, პოლგის პლედებში გახვეულები. შემდეგ კი სასტრაფოდ მიყავდათ სასამედიცინო კარვებში, სადაც ვიდეოში ჩანდა სიხარულის შეძახილები, ცხემლები და ემოციური შეხვედრები. ცენტრალურ აფრიკაში ებოლას აფეთქება უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ჯანდაცვის ოფიციალური პირები ასწრებენ რეაგირებას და გაფრთხილების ნიშნები კიდევ უფრო საგანგაშო ხდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ებოლას იშვიათი შტამი ახლა ვრცელდება აღმოსავლეთ ონგოს იტურის პროვინციაში, სადაც უკვე 900-ზე მეტი სავარაუდო შემთხვევა და 200-ზე მეტი სავარაუდო გარდაცვალება დაფიქსირდა. ეხლა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა შაბათს რეგიონი დაათვალიერა და აი რა თქვა მან. მე ვფიქრობ, რომ თამაშის წესი ერთად მოქმედება. და სოლიდარობა ახლა ჩვენი საუკეთესო იარაღია. ექიმები საზღვრებს გარეშე აფრთხილებენ, რომ ინფექციების მასშტაბი და სისწრაფე უპრეცედენტოა წინა ებოლას აფეთქებებთან შედარებით. ამ ეტაპზე რამდენიმე ქვეყანამ დააწესა მოგზაურობის შეზღუდვები, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს მათ გადახედონ ამ გადაწყვეტილებას, რადგან ეს შეიძლება გამჭვირვალობის შემცირებას და ეპიდემიის კონტროლის გართულებას ნამოიწევს. და ეხლა მეგობრებო, ჩვენ მწვერვალს მივახციეთ. ეხლა თურქეთი საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია დასავლეთის ალიანსში და ეს დებატი ისევ აქტიურდება. ფორმალურად ეს ნატოს ერთ-ერთი მთავარი ძალაა, ალიანსში მეორე ყველაზე დიდი არმიით და ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგზე საკვანძო პოზიციით. მაგრამ დღეს დემოკრატიის უკუსლისა და დასასავლელ პარტნიორებთან მზარდი დაძაბულობის ფონზე ეს დაძაბულობა უგულებელყოფა უფრო რთულია. ასე რომ კითხვა საკმაოდ მარტივია. არის თუ არა თურქეთი კვლავ დასავლეთის შეუცვლელი პარტნიორი? თუ ის უკვე იქცა თვირთად, რომლის უგულებელყოფაც ალიანსს აღარ შეუძლია. პრესაღამოს ჩვენთან ერთად ამ საკითხზე სასაუბროთ არის რეზერვის პოლკოვნიკი რიჩარდსი და ატლანტიკური საბჭოს უფროსი მკვლევარი. Jonathan Shanzeri, კვლევების უფროსი ვიცე-პრეზიდენტი სინამდვილეში ჩვენთან არ იქნება და თურქეთის საკითხების ექსპერტი დოქტორი ჰაიაითან კოენი ენაროჩუკი. მაგრამ სანამ დებატებს დავიწყებთ, მოდით ჯერ ცოტა კონტექსტი გავიგოთ.
თურქეთი დიდი ხანია დასავლეთის უსაფრთხოების სისტემაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს. ის ნატოს წევრია, მას ალიანსში მეორე ყველაზე დიდი სამხედრო ძალა ჰყავს და კონტინენტების გზაჯვარედინგზე მდებარეობს. ნატოსთვის ეს გეოგრაფია მნიშვნელოვანია. თურქეთი რუსეთის წინააღმდეგ მთავარი ბასტიონია, შავი ზღვის კარიბჭეა და მნიშვნელოვანი სამხედრო ძალაა რეგიონში, სადაც დასავლეთის გავლენა სულ უფრო მეტად ეჭქვეშ დგება. მაგრამ ანკარა ასევე დასავლეთის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პარტნიორადაც იქცევა. პრეზიდენტ ერდოღანის ხელმძღვანელობით თურქეთმა უფრო დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა გაატარა. გააფართოვა თავისი რეგიონული ამბიციები ახლო აღმოსავლეთში, განავითარა თავდაცვის ინდუსტრია და ყოველთვის არ ემორჩილება ევროპას ან ვაშინგტონს. თურქეთის მკაცრმა რიტორიკამ ისრაელის მიმართ შეშფოთება გამოიწვია დასავლეთის დედაქალაქებში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისრაელი დასავლეთის ერთ-ერთ ყველაზე ახლო პარტნიორად რჩება რეგიონში. ამავე დროს დემოკრატიის უკუსლამ თურქეთში დააზიანა ნდობა ევროპელ მოკავშირეებთან, რომლებიც ამბობენ, რომ ნატო მხოლოდ სამხედრო ალიანსი კი არა, არამედ საერთო დემოკრატიული ღირებულებების საზოგადოება. ამიტომ დასავლეთისთვის კითხვა მხოლოდ ის არ არის, რთულია თუ არა თურქეთი. კითხვა ის არის თუ არა თურქეთი იმდენად მნიშვნელოვანი, რომ მისი დაკარგვა დაუშვებელია. და არის თუ არა თურქეთი დასავლეთისთვის შეუცვლელი პარტნიორი თუ ტვირთი. კარგი, ახლა დავიწყეთ ჩვენს 30 წამიან strap rounds. გახსოვდეთ, ყველა პანელისტს გაქვთ მხოლოდ 30 წამი, რომ უპასუხოთ ჩვენს პირველ კითხვას. და გვაქვს კარგი ამბავი, ჯონათან შანზერი სინამდვილეში ჩვენთან ერთადაა. ჯონათან, მადლობა რომ შემოგვიერთდი. პირველი კითხვა, რომელსაც თითოეული თქვენგანი უპასუხებს, ასეთია. თურქეთი დასავლეთის შეუცვლელი პარტნიორია თუ დასავლეთისთვის სულ უფრო დიდ პრობლემად იქცევა? პოლკოვნიკო, British Hilton დაიწყეთ. სასიამოვნო თქვენთან ყოფნა და ასეთ გამოჩვეულ პანელზე მონაწილეობა. ვფიქრობ, კითხვა ცოტა არასწორადაა დასმული. კითხვა არ უნდა იყოს პარტნიორობა თუ ტვირთი. ეს არ არის სწორი დიქოტომია. დიქოტომია უნდა იყოს აქტივსა და ტვირთს შორის. თუ სტრატეგიულ მნიშვნელობას შევხედავთ დიდი ოცეულის ეკონომიკის, ნატოში მეორე ყველაზე დიდი სამხედრო ძალისა და ზოგადი სისტემური თანხმედრის თვალსაზრისით, არასრულყოფილი, მაგრამ ზოგადი სისტემური თანხმედრით, მაშინ თურქეთი აბსოლუტურად შეუცვლელი პარტნიორია. და თუ ევროპაზე საუბრობ, როცა დასავლეთზე საუბრობ, შეხედეთ რას აკეთებენ იტალია, ესპანეთი, გაერთიანებული სამეფო, უკრაინა, პოლონეთი და სხვები. ისინი თურქეთს უახლოვდებიან. არის პრობლემები ისრაელთან და შეერთებულმა შტატებმა უნდა გამოავლინოს ლიდერობა, რათა დაეხმაროს ამ საკითხების გადაჭრაში. მაგრამ ეჭვი არ არის, რომ ისინი გჭირდება ალიანსში და ისინი ალიანსის ძლიერი მხარდამჭერები არიან. კარგი, ჯონათან შანზე, რას ფიქრობთ თქვენ? დაქვთ 30 წამი. ჯონათან ვერ გისმენთ, აი ახლა. ისინი სრული ტვირთი არიან. ისინი სრული ტვირთი არიან. ისლამური სახელმწიფოს მხარდაჭერიდან ჰამასის მხარდაჭერამდე, ირანის ისლამური რესპუბლიკისთვის ფულის გათეთრებიდან ისლამურ სახელმწიფოში მებრძოლების გადაყვანამდე, სირიაში და ერაყში. ადამიანის უფლებების დარღვევების საკუთარ ქვეყანაში. ჩვენ კი F-35-ის პროგრამიდან გამოვრიცხეთ ისინი, რადგან რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები შეიძინეს. ეს იგივეა, რაც მელია საქათმეში. კატასტროფაა ესეთი ქვეყნის ნატოში დატოვება. კარგი, ბოლოს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია დოქტორი კაიეიტან კოენიან როშაკი. რას ფიქრობთ თქვენ? დაქვთ 30 წამი. მოცემული გამოწვევებიდან გამომდინარე, რომლებიც რუსეთიდან მოდის, მე მჯერა, რომ ნატოს ალიანსს სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ თურქეთის წევრობას მხარი დაუჭიროს. და ვეთანხმები ორივე მკვლევარს ამ პარტნიორობის პრობლემურ ხასიათთან დაკავშირებით. მაგრამ რეალური პოლიტიკა ნატოს არ უტოვებს მანევრის საშუალებას თურქეთთან დაკავშირებით. კარგი, ეხლა გვექნება დრო, რომ უფრო დეტალურად განვავრცოთ ჩვენი პასუხები აქ. ჩვენი პანელის თითოეულ წელს შეუძლია უფრო დიდხანს ისაუბროს, მაგრამ დარწმუნდით, რომ თქვენს კოლეგებსაც დაუტოვებს დროს. ეხლა მინდა გადავიდე შემდეგ კითხვაზე. აქვს თუ არა კოლექტიურ დასავლეთს სხვა ალტერნატივები თუ მათ თურქეთის გარდა გზა არ აქვთ? როდესაც საქმე ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა იარაღის მიწოდება მაგალითად, ან უბრალოდ იმ ადამიანურ რესურსს, რომელსაც ანკარა ასეთი დიდი არმიით ნატოს თავაზობს. ხო, ფიქრობ ეს თითქმის ის კითხვა, რომელიც თავის თავს პასუხობს. თუ თავდაცვის ინდუსტრიის ტენდენციებს შეხედავთ, რა თქმა უნდა, შეერთებულ შტატებსა და ისრაელს, როგორც ძლიერ მოკავშირეებს, ორივეს ძალიან განვითარებული თავდაცვის ტექნოლოგიური სექტორი აქვთ. თურქეთი ამ ლიგას შეუერთდა, გულწრფელად რომ ვთქვათ, ბოლო 10-15 წლის განმავლობაში. ეხლა არსებობს გარკვეული საკითხები, თუ სატყიდიან ისინი და საკონსულტაციო მექანიზმებია საჭირო იმისთვის, რომ დავწმუნდეთ ყველა ერთ მხარეს ვართ. ლიბია საინტერესო მაგალითია, სადაც საბოლოოდ თურქეთის ჩარევამ 2020 წელს
ტრიპოლის დაცემა აღკვეთა და რეალურად მხარი დაუჭირა გაეროს მხარდაჭერილ მოლაპარაკებებს. ჩვენ ერთად მუშაობთ Africam, ამერიკის მხრიდან და თურქებიც, რათა ლიბიაში ერთიანობას მივახციოთ. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია. ამიტომ ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ ადამიანური რესურსითა და გეოგრაფიით, არამედ თავდაცვის ტექნოლოგიებითაც თურქეთი ან ძალიან ძლიერი, თუმცა რთული მეგობარია, ან ღმერთმა დაგვიფაროს ისეთი ძალა, რომლის წინააღმდეგობაც არავის უნდა. და რა თქმა უნდა, ჯონათანის აზრს სერიოზულად ვეკიდები და ჯონათანთან ამაზე უკვე ვისაუბრეთ. რეალური პრობლემები არსებობს, მაგრამ ჩვენ სამხედროებში ასეთი გამოთქმა გვაქვს. სჯობს ყავდეს რთული მეგობარი კარავში, რომელიც გარეთ ასრულებს თავის საქმეს, ვიდრე გარეთ ხობე გარეთ მყოფი, რომელიც შიგნით ასრულებს თავის საქმეს. ესე რომ მე ბევრად მირშევნია ძლიერი, მაგრამ რთული მოკავშირის მართვის გამოწვევა, ვიდრე სხვა ქვეყნის არეულობის მოწყობა. როგორც ზოგიერთმა ადამიანმა აბსურდულად თქვა, რომ თურქეთი უნდა გახდეს შემდეგი ირანი. ეს არ არის შემდეგი ირანი და ნამდვილად არ გვჭირდება ეს. ჯონათან, რას უპასუხებ ამას? ხედავ თავს აქნევ. არა, კიდევ ერთი არა, მგონი უბრალოდ ვიღიმი. ანუ, ნახეთ, თურქეთის პრობლემა მრავალფეროვანია, მაგრამ მაგალითად ავიღოთ ის, რომ მათ დიდი არმია ჰყავთ. როგორ გამოიყენეს მათ ეს არმია? რასაც რეალურად ხედავთ არის ის, რომ ისინი ჩვენს ქურთ მოკავშირეებს ესხმიან თავს ისეთ ადგილებში, როგორიცაა სირია და ერაყი. მათ ფაქტობრივად სირიის მთავრობა ჩაიგდეს ხელში. და ეს რა თქმა უნდა ალ-ქაიდას მთავრობაა, რომლის პროგნოზირებაც ძალიან რთულია, არათუ მისი კონტროლი. როცა ამ არმიის ზომას უყურებ, რომელსაც ყველა უპირატესობად მიიჩნევს, მე ჯერ კიდევ არ მინახავს ეს არმია მოქმედებაში. ჯერ კიდევ ვერ გამიგია, რა შესაძლებლობები აქვს მას გარდა ვარჯიშისა. ეხლა რაც შეეხება იარას, რომელსაც თურქები ამჟამად აწარმოებენ, უნდა გითხრათ, როცა უყურებ იმ მოკავშირეებს, რომლებიც თურქებს ეხლა ხავთ, ჰამასთან, ჰეზბოლასთან, ალ-ქაიდასთან, მუსლიმთა საძმოსთან, ISIS-თან, თუნდაც იმ თანამშრომლობასთან, რასაც ისინი ირანთან ახორციელებენ, მინდა თუ არა, რომ ესეთმა მთავრობამ შეიძინოს ესეთი იარაღი და შეინარჩუნოს ესეთი ურთიერთობები ყველანაირ მავნე აქტორთან, ეს გავს კატასტროფას, რომელსაც ჩვენვე ვუწყობთ ხელს. და ეს არის ჩემი მთავარი შეშფოთება ახლა, როცა ვაგრძელებთ მათ ჩვენს ალიანსში დარჩენის უფლებას. ეს გავს ჩუმ თანხმობას ცუდი ქცევის გრძელი სიის მიმართ. დოქტორი ენაროჩუკ, რა არის თქვენი პასუხი იმ აზრზე, რომ სჯობს თურქეთი იყოს ჩვენი მეგობარი? თუნდაც იცოდეთ, რომ თურქეთი რთული მეგობარია, ვიდრე საერთოდ არ იყოს ჩვენი მეგობარი. პირველ რიგში მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ნატოში არ არსებობს ისეთი მექანიზმი, რომლითაც შეგიძლიათ წევრი ქვეყნები გააძევოთ. კარგი? ასე რომ პირველ რიგში დიახ, ეხლა ვსაუბრობთ იმაზე, არის თუ არა თურქეთი სანდო მოკავშირე. და ვეთანხმები ჯონათანს მაგალითად თურქეთის პოზიციასთან დაკავშირებით სირიაში და მათ მჭიდრო ურთიერთობასთან ჰამასთან. მაგრამ კონკრეტულ ფაქტებზეც უნდა ვილაპარაკოთ. რადგან ნატოში ესეთ მექანიზმი არ არსებობს სამწუხაროდ, ჩვენ მხოლოდ ვარაუდობთ. და სანამ ზუსტად არ გეცოდინებათ, რომ ევროკავშირი არ იმოქმედებს და მათ უნდა შექმნან საკუთარი არმია, მანამდე მე არ მჯერა, რომ ნატოს ალტერნატივაზე რეალურად შეგვიძლია საუბარი. დღეს ეს უზარმაზარი არმია, რომელზეც საუბრობთ, ძალიან დაკავებულია საბერძნეთის შეკავებით. საბერძნეთი ნატოში თურქეთის პარტნიორად და მოკავშირედ ითვლება. მაგრამ როდესაც თურქეთის პოლიტიკას უყურებთ, იგივე არმია სამხედრო წვრთნებს ატარებს. ბოლო FS 2026 სამხედრო წვრთნა ძალიან მკაფიო გზავნილი იყო საბერძნეთის წინააღმდეგ. კვლავ, როდესაც თურქეთის პარლამენტს უყურებთ უახლოეს დღეებში, ისინი ისაუბრებენ ახალ კანონპროექტზე, რომელიც საზღვრების დელიმიტაციას ეხება. იცით, საზღვრები საბერძნეთთან მიმართებაში, მათ ცალმხრივი გადაწყვეტილებების მიღება შეღება შეუძლიათ თავიანთი ნატოს მოკავშირეების წინააღმდეგ. მოკლედ რო ვთქვათ, სანამ ევროკავშირი თავის საზღვრებს არ დაიცავს და ახალ ალიანსს არ ჩამოაყალიბებს, რომელიც თურქეთს გამორიცხავს, ფიქრობ ჩვენ ყველანი ვივარაუდებთ. და ასევე დაგვავიწყდება ძალიან ახლო მეგობრობა დონალდ ტრამპსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის. მათი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთო ფაქტორი სირია.
პირველად ისტორიაში ერდოღანის წყალობით ვხედავთ, რომ შეერთებული შტატები პირველად ახერხებს სირიაში შეღწევას. აქ ბევრი სხვადასხვა მნიშვნელოვანი კომპონენტია. კარგი, მინდა ეხო შენზე გადავიდე. ან უფრო კონკრეტულად კითხო, ფიქრობ თუ არა, რომ ანკარა ცდილობს ჩაანაცვლოს, შეიძლება ითქვას, ტრადიციული დასალური გავლენები ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთ ნაწილში. თუ უბრალოდ ავსებს იმ ვაკუუმს, რომელიც სხვებმა დატოვეს და იყენებს თუ არა თავის ნატოს წევრობას საბოლოოდ როგორც ბერკეტს, რათა უფრო დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა გაატაროს. მე ვფიქრობ, რომ ამჟამად, იცით, თურქები შეიძლება ითქვას ნატოს ალიანსში არიან და ამავდროულად მის გარეთაც. ისინი ორივე მხარეს თამაშობენ. და ფიქრობ, ეს არის ძირითადი ნაწილი იმ პრობლემისა, რომელიც უკავშირდება რეჟიმს, რომელიც თავის ბუნებით ისლამისტურია და ფაქტობრივად მრავალმხრივ ანტიდასალურია. მას საკმაოდ მარტივად შეუძლია ორივე ბანაკში მოქმედება. და ვფიქრობ, ეს სინამდვილეში დიდი პრობლემაა. ჩემი ხანგრძლივი რეკომენდაცია ამ საკითხზე არის ის, რომ სინამდვილეში დიალოგი კონდეს თურქებთან. რაც არ მახსოვს ბოლოს როდის კონდა სერიოზულად და ღიად. და ვუთხრათ, რომ უნდა აერჩიონ მუსლიმთა საძმოსა და ისლამიზმსა და დასავლეთს შორის. მაგრამ როცა მათ პოზიციას რეგიონში უყურებ, ეს არის ის, რაც შემაშფოთებელია, ხო ასეა? ანუ მათ გავლენა და ცდომა აქვთ ღაზაში ჰამასის მეშვეობით. ბოლო თვეებში ისინი აფინანსებდნენ და აეარაღებდნენ ჰეზბოლას, რაც უკიდურესად შემაშფოთებელია. ასე რომ, ახლა მათ უზარმაზარი გავლენა აქვთ ძალიან სუსტ ლიბანში. მათ კონტროლი აქვთ სირიის მთავრობაზე, რომლის ბირთშიც კიდევ ერთხელ ალ-ხაიდა. ისინი აგრძელებენ მტრულ ქმედებებს ქურთების წინააღმდეგ სირიაში, ასევე ერაყში. მათ ხატარში დიდი საჰაერო ბაზა აქვთ, ხოლო ხატარი, რა თქმა უნდა, მუსლიმთა საძმოს, ჰამას, თალიბანს და ალ-ხაიდას მხარს უჭერს. იქ პარტნიორობა მიმდინარეობს. თურქებს აფრიკის რქაზე უზარმაზარი სამხედრო განლაგებები აქვთ. და ისინი აგრძელებენ ყველა სახის უპასუხისმგებლო ჩართულობას ბერძნებთან და კვიპროსელებთან. თქვენ ეს ადრე ახსენეთ, რომ ისინი კონფლიქტში არიან ამ ორ ქვეყანასთან, რომლებიც ევროკავშირის წევრები არიან. და ასევე იმ ფართო ალიანსის ნაწილი, რომლის შექმნასაც ჩვენ ვცდილობთ. ესე რომ, როცა ამ ყველაფერს იდეოლოგიურად იხურებთ, ისინი არ არიან შეთანხმებულები. და ამას გარდა, მათ აქვთ განლაგებული ძალები მთელ რეგიონში, სადაც ცდილობენ თავიანთი შეხედულებები და პრეფერენციები მოახვიონ რეგიონს. მე ვფიქრობ, ჩვენ მივდივართ კრიზისისკენ და ყურადღების ნაკლებობისკენ. გაქებთ ამ პანელის გამართვისთვის, რადგან ამ ზარ პრობლემას საკმარისი ყურადღება არ ექცევა. მე ვფიქრობ, თურქებთან დაკავშირებით მწარე გაკვეთილი გველის. რეზერვის პოლკოვნიკო რიჩალტონ, რა არის თქვენი პასუხი ყველაფერზე, რაც ჯონათან ჩინზერმა ახლახან თქვა? დიახ, ჯონათანი მართალია, ჩვენ კრიზისისკენ მივდივართ, მაგრამ ფიქრობ, კრიზისი თავად ჯონათანსა და ფაქტებს შორისაა. რადგან როცა ჯონათანი საუბრობს თურქეთის ქურთების წინააღმდეგ მოქმედებაზე ერაყში, ეს სასაცილოა. თურქებს შესანიშნავი ურთიერთობა აქვს ბარზანებთან და ერაყის ქურთისტანის რეგიონთან და ეს ურთიერთობა მინიმუმ 10 წელს ითვლის. ესე რომ, როცა საუბრობენ არადასალურ სამხედრო ყოფნაზე და გავლენაზე, კითხეთ იტალიელებს, კითხეთ ესპანელებს, კითხეთ პოლონელებს, კითხეთ უკრაინელებს, კითხეთ აზერბაიჯანელებს, რომლებიც ისრაელისა და თურქეთის საერთო მეგობრები არიან. შემდეგ წადით სომალიაში, წადით ლიბიაში, წადით სუდანში, სადაც თურქეთს ჰქონდა სამხედრო ყოფნა, რამაც დასალურ დიპლომატიას საშუალება მისცა და ამ ქვეყნებში სტაბილურობას შეუწყო ხელი. ეხლა ვფიქრობ, თუ ჯონათანის კრიტიკაზე ცოტა მეტად გავამახვილებ ყურადღებას, ეს მართლაც ლეგიტიმურ კრიტიკად იქცევა, რადგან არის საკითხები მაგალითად ჰამასთან დაკავშირებით, რომლებიც ჩემი აზრით არ შეესაბამება თურქეთის საგარეო პოლიტიკის სხვა გეოპოლიტიკურად გონიერ ელემენტებს. და მე ამაზე კრიტიკული ვიყავი. ფიქრობ ეს არალოგიკურია, როცა ის ამბობს, ჰეზბოლა მტკიცებულება არ არსებობს. ჯონათანმა მომწერა მეილზე, დირკზე, ჩემი მისამართი გაქვს. არ ფიქრობ, რომ ჰეზბოლას ნაწილთან დაკავშირებით ეს მართალია, რადგან შეიძლება არ იცოდე, მაგრამ სუნიტურ ისლამზე ორიენტირებული პოლიტიკური პარტიები, იქნება ეს მუსლიმთა საძმო თუ სხვა, როგორც წესი არ არიან ხისტი შიიტი ტერორისტული ჯგორისტული ჯგუფების დიდი მხარდამჭერები. ამიტომ ფიქრობ, რომ შენივე მხრიდან ცოტა ფაქტები უნდა გადაამოწმო. მაგრამ კი, ასე რომ საბოლოო ჯამში არსებობს გარკვეული პრობლემური ელემენტები და კიდევ ერთხელ, ჰამასი ერთ-ერთი მათგანია. მაგრამ თუ ფართო სურათს შეხედავ იმ დიპლომატიას, რაც ირანში, უკრაინაში მიმდინარეობს, რეგიონული სტაბილურობის საკითხების მოგვარებას, თურქები ბევრად უფრო მეტად ემთხვევიან შეერთებულ შტატებში ტრამპის ადმინისტრაციის ხაზს, ვიდრე მისგან დისტანცირდებიან.
თუ ისრაელში ვიქნებოდი, თუ იერუსალიმში ვიქნებოდი და ჩემს შეფასებებს გავაკეთებდი, ეს ცოტა სხვანაირად გამოჩნდებოდა, რადგან სირიაში მიმდინარე მოვლენებს აქვს გარკვეული კონკურენტული ასპექტები ისრაელსა და თურქეთს შორის. და ეს არის ის, რაც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. მაგრამ აზერბაიჯანის საკითხში ვფიქრობ, თქვენ სრულად შეთანხმებული ხართ. როგორც ისრაელი, ასევე თურქეთი დიდი მხარდამჭერები და მოკავშირეები არიან აზერბაიჯანისთვის. ესე რომ ჯონათანი ცოტათი აჭარბებს შეთანხმებისა და შეუთანხმებლობის ხარისხთან დაკავშირებით. ჯონათან, სინამდვილეში მე დავინახე არა მხოლოდ ჯონათანი, რომელიც აშკარა უთანხმოების ნიშნავ თავს აქნევდა, არამედ დოქტორი იანა როჩაკიც. ჯონათან, მინდა მოგცე შესაძლებლობა უპასუხო ამ ბრალდებებს, სანამ დოქტორთან გადავალთ. მოусმინეთ, ფიქრობ, ფაქტები ახლა თავისთავად მეტყველებს, ხო ასეა? ეს არის მუსლიმთა საძმოსთან დაკავშირებული რეჟიმი. ისინი მჭიდროდ თანამშრომლობენ კატარელებთან. ვფიქრობ, ისინი ახლა ცდილობენ შეავსონ ის ვაკუუმი, რომელსაც ისლამური რესპუბლიკა ტოვებს. და იცით, სანამ დავიწყებთ საუბარს იმაზე, რომ სუნიტი ისლამისტები შიიტი ისლამისტებთან არ თანამშრომლობენ, შეხედეთ იმ 20 მილიარდ დოლარს, რომელიც თურქებმა გაათეთრეს ისლამური რესპუბლიკის სახელით ბირთვული დაპირისპირების პიკზე 2012-დან 2015 წლამდე. ეს იყო მთავარი ბანკი, თურქეთში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მეორე ყველაზე დიდი ბანკი. მას ჰქვია ჰალკ ბანკი. გადაამოწმე რიჩ. დაინახავ, რომ ამ ორ მთავრობას შორის მჭიდრო კოორდინაცია იყო. სინამდვილეში ირანელები ერდოღანის რეჟიმის ჯიბეებს ავსებდნენ. ჯერ არ დამისრულებია საუბარი, ხომ ასეა? და ეხლა როცა დაიწყებ იმის ხურებას, თუ როგორ არიან განლაგებულები რეგიონში, ეს არ შეესაბამება აშშ-ის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებულ მსოფლიო წესრიგს. და თუ გინდა, აზერბაიჯანი ნათელს ერთილად წარმოაჩინო, გააგრძელე. ეს არის ქვეყანა, რომელსაც ამ ეტაპზე დიდი მნიშვნელობა არ აქვს, როცა ლევანტს და იმ საერთო პრობლემებს უყურებთ, რაც ამ 7 ფრონტიან ომთან გვაქვს დაკავშირებული. თურქები პანისლამური არმიის შექმნისკენ მოუწოდებენ, რომ ისრაელსა და მის ზოგიერთ მოკავშირეს სპარსეთის ყურეში დაუპირისპირდეს. ეს არ არის მთავრობა, რომელთან თანამშრომლობაც ღირს. ისრაელზე საუბრისას მინდა ახლა უფრო კონკრეტულად გადავიდე დოქტორ იანა ლუჩაკთან და ვკითხო, როგორ მოქმედებს ისრაელის წინააღმდეგ მიმართული რიტორიკა ამ ყველაფერში. ცხადია, ისრაელი დიდი ხანია დასავლეთის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი და მოკავშირეა და ჩვენთვის ყველასთვის ძალიან ნათელია, რომ თურქეთი ისრაელის მხარდამჭერი არ არის. სამწუხაროდ 7 ოქტომბრის შემდეგ ყველამ დავინახეთ, რომ თურქეთმა დაიწყო ისრაელის წარმოჩენა როგორც თურქეთისთვის მთავარი ეროვნული უსაფრთხოების საფრთხე. და ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ისრაელს არანაირი პრეტენზია არ აქვს თურქეთის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მაგრამ მიუხედავად ამისა, ყოველდღიურად ვხედავთ, რომ თურქეთის ხელმძღვანელობა ატარებს დელეგიტიმაციის კამპანიას, როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ განზრახ და პირად დონეზე. ასევე ვხედავთ, რომ ისინი ამას აკეთებენ თავად სახელმწიფოსა და სხვა მნიშვნელოვან ოფიციალურ პირების წინააღმდეგაც. ასე რომ ჯონათანმა ძალიან მნიშვნელოვანი რამ თქვა და ვფიქრობ, ეს უნდა იყოს ხაზგასმული. თურქეთი სამწუხაროდ დღეს ძალიან დაკავებულია ალიანსის, სტრატეგიული სამხედრო ალიანსის შექმნით ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ. გასულ წელს მარტში თურქეთმა დაიწყო ახალი ინიციატივა სახელწოდებით სირიის მეზობლები. ეს ინიციატივა უნდა განვიხილოთ როგორც ბირთვი ისლამური სუნიტური ნატოსი, რომელიც შექმნილია ისრაელის სახელმწიფოს შესაკავებლად სირიის მეზობლების გამოყენებით. მათ შორის ლიბანი, რომელიც კვლავ ახსენა ჯონათანმა და ასევე იორდანია. და შევცდებით მათი დიდი გეგმის შეფასებისას. ეგვიპტეც შედის ამ ხედვაში. და ჩვენ ვხედავთ გარკვეულ გეგმებს თურქეთის მთავრობის რუპორი, იცით, გაზეთი იენი შაფაკი. თუ ამ გაზეთს დააკვირდებით, არსებობს ძალიან ცნობილი სტატია სახელწოდებით რა მოხდება თუ მუსლიმური არმია შეიქმნება ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ. გთხოვთ დააგუგლეთ ეს. და სამწუხაროდ მე-7 ოქტომბრის შემდეგ ჩვენ ისრაელში სხვა ქვეყნების მუქარებს ძალიან სერიოზულად შეკიდებით. გულისხმობ, ეს არის მე-7 ოქტომბრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტი. რიჩ, სუნიტური ისლამური ნატო, რას ფიქრობ ამაზე?
კარგი, ნახე, მე 4 წელი ისრაელში გავატარე, მათ შორის საკმაოდ სენსიტიურ პროგრამებში, რომლებიც ისრაელის რეგიონულ უსაფრთხოებას და ამერიკის ინტერესებს იცავდა რეგიონში, რეგიონის სტაბილურობას ძალიან სერიოზულად ვეკიდები. და შეერთებული შტატებისთვის, რა თქმა უნდა, ეს არის ორპარტიული პრიორიტეტი, რომ უზრუნველყოთ ისრაელის უსაფრთხოება, მაგრამ ასევე ორპარტიული ინტერესია, რომ კონდეს სტაბილური ალიანსების სისტემა, რომელიც მთელ რეგიონში მუშაობს. ეს ნიშნავს თურქეთს, ეს ნიშნავს ყურის ქვეყნებს, ეს ნიშნავს ისრაელს. და არავისთვის არის სასარგებლო, რომ საქმე აქამდე მივიდა. მაგრამ უნდა აღვნიშნო, იყო პერიოდი 7 ოქტომბრის შემდეგ, რომელიც ცოტა განსხვავებული იყო. ეს ძალიან მოკლე დრო გაგრძელდა. მაგრამ იყო პერიოდი, როცა თურქეთის ტონი ამ საკითხზე განსხვავებული იყო. თურქებს ღაზის მიმართ განსაკუთრებული მგზნობელობა აქვთ და ღაზაში სამოქალაქო ტანჯვის აღქმის მიმართ. და როცა ომი გაგრძელდა ღაზაში, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მე და ამერიკელთა უმეტესობა უჭერთ მხარს ისრაელის უფლებას, რომ ჰამას ღაზაში დაუპირისპირდეს. მაგრამ ღაზაში ეფექტური პოლიტიკური სტრატეგიის არარსებობამ დაასუსტა ისრაელის პოზიცია. იმ ქვეყნებთან, რომლებიც აბრაჰამის შეთანხმებებში გაწევრიანებას განიხილავდნენ და ისეთ ქვეყანასთან, როგორიცაა თურქეთი. და დაახლოებით 1 თვეში მათ ტონი შეიცვალეს. შანზერ, მინდა სწრაფად მოგცეთ პასუხი შესაძლებლობა, რადგან მალე სარეკლამო შესვენებაზე გავდივართ. დიახ, ანუ ნახეთ, თუ გსურთ ნახოთ ტონის ცვლილება, ის ფაქტობრივად ჰამასთან დაკავშირებით 2010 და 2011 წლების ტონს დაუბრუნდა. სწორედ მაშინ დაავიწყეთ იმის ნახვა, რომ რეჯეფ თაიპ ერდოღანი, თურქეთის დიქტატორი, ჰამასს მიემხრო. სწორედ მაშინ დაიწყო მან მაღალი რანგის ლიდერების ქვეყანაში მოქმედების დაშვება, რომლებსაც სტამბოლი ფაქტობრივად ფინანსურ ცენტრად გამოიყენეს ჰამასისთვის ფულის გადასატანად. ჰამასის მაღალი რანგის ლიდერები იქ ცხოვრობდნენ და თურქეთის მთავრობისგან განსაკუთრებულ პატივისცემას იღებდნენ. იქიდან იარაღიც გადაადგილდა და ასევე შეთქმულებებიც დაიგეგმა. კარგი, სამწუხაროდ მოგვიწევს დავასრულოთ, მინდა დიდი მადლობა გადაუხადოთ ჩვენს ყველა პანელისტს, ძალიან საინტერესო საუბარი იყო. იმედია, მალე ისევ გვეწევით. ეხლა მცირე სარეკლამო შესვენებაზე გავდივართ. მალე დავბრუნდებით. It's just something that you're gonna have to feel for yourself. გამოცადეთ ტკივილისა და დაჩიმულობის ნამდვილი წამალი. დარეკეთ ახლავე. ხუთი 1000 წლიანი ისტორია და არ აქვს მნიშვნელობა ვინ სცადა ჩვენი განადგურება. ჩვენ გადავრჩით და გავიზარდეთ. ჰომოკვირას მოგაწვით ებრაულ სიახლეებს მთელი მსოფლიოდან. კარგი, ცუდი, უშნო და დიდებული. შემოგვიერთდით ყოველ ორშაბათს გადაცემაში ებრაული მსოფლიო კვირეული. ჩვენ დაბრუნდით გადაცემაში გლობალური თვალი. მე ვარ ნატაშა კეციკი და მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. ეხლა ისრაელი აცხადებს, რომ სამხრეთ ლიბანში ერთ-ერთ ყველაზე სიმბოლურ და სტრატეგიულ ადგილს ბოფორტის ციხეს დაეუფლა. ეს ხდება მაშინ, როცა მათი სახმელეთო შეტევა უფრო ღრმად აღწევს ტერიტორიაზე, რომელიც დიდი ხანია ჰეზბოლას უკავშირდება. ეხლა ეს შუა საუკუნეების ციხესიმაგრე ლიტანის ველზე მაღლა მდებარეობს და 10 წლეულებია მასზე ბრძოლები მიმდინარეობს, რადგან ის სამხრეთ ლიბანსა და ჩრდილოეთ ისრაელს გადახურებს. ეს ხდება მაშინ, როცა ჰეზბოლა აგრძელებს რაკეტების გაშვებას. ეს დრამატული ეტაპია და დრამატული ცვლილება იმ პოლიტიკაში, რომელსაც ჩვენ ვატარებთ. ჩვენ დავამსხვრიეთ შიშის ბარიერი. ჩვენ ვიღებთ ინიციატივას. ჩვენ მოქმედებთ ყველა ფრონტზე, სირიაში, ღაზაში და ლიბანში. ჩვენ შევქმენით უსაფრთხოების ზონები ჩვენი საზღვრების მიღმა, რათა დავიცვათ ჩვენი საზოგადოებები. ეს ხდება იმ ფონზე, როცა ჰეზბოლა აგრძელებს რაკეტებისა და დრონების გაშვებას ისრაელის მიმართულებით, განსაკუთრებით ბოლო დროებში გააქტიურებული შეტევებით. სამხრეთ ამერიკაში კოლუმბიელები მიემართებიან საარჩევნო უბნებზე მაღალი მნიშვნელობის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც რეალურად ერთ დიდ კითხვაზე რეფერენდუმს წარმოადგენს. მშვიდობა თუ ზეწოლა? ისტორიული ფარკის სამშვიდობო შეთანხმებიდან 10 წლის შემდეგ ძალადობა, რომლის დასრულებაც მას უნდა მოეტანა კვლავ მძვინვარებს დრონების იერიშებით, შეიარაღებული თავდასხმებით და პოლიტიკური მკვლელობითაც, კი საარჩევნო კამპანიის დროს. ეხლა ამ მომრჩევლები რადიკალურად განსხვავებულ გზებს შორის ირჩევენ.
ერთ-ერთი წამყვანი კანდიდატი პრეზიდენტ პეტროს სრული მშვიდობის სტრატეგიის გაძლიერებას და შეიარაღებულ ჯგუფებთან მოლაპარაკებას აპირებს. მაგრამ მისი მეტოქეები ამბობენ, რომ ეს მიდგომა ჩავარდა და ბევრად უფრო მკაცრ ელ-სალვადორის სტილის რეპრესიებს მოითხოვენ. რუსული დრონი, რომელიც უკრაინისთვის იყო განკუთვნილი, ახლა საშიშ ახალ ზვარს გადაცდა. მან ნატოს ტერიტორიაზე რუმინეთში საცხოვრებელ კორპუსს დაარქვა და 2 ადამიანი დაშავდა. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ დრონი რეალურ დროში იყო თვალთვალის ქვეშ, როცა ღამით რუმინეთის საჰაერო სივრცეში შევიდა. სანამ დუნაის პორტ ქალაქ გალატში შენობას დაეცემოდა, რამაც ხანძარი გამოიწვია და ევაკუაცია გახდა საჭირო. რუმინეთმა საბრძოლო თვითმფრინავები აამუშავა, მაგრამ შეჯახებამდე არ ჩარელვა. ბუქარესტი ამას სერიოზულ დარღვევად აფასებს და უკვე გააძევა ერთი რუსი დიპლომატი. ამასობაში ნატო აღმოსავლეთ ფლანგზე მზად ყოფნაშია და ხაზგასმით აცხადებს, რომ დაიცავს მოკავშირე ქვეყნების თითოეულ სანტიმეტრს. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ უბრალოდ ჩვენ ნატოს წევრი ქვეყანა ვართ და ამიტომ აღარ გვჭირდება ინვესტირება. თქვენ უნდა მოემზადოთ საფრთხეებისთვის და ის, რასაც რუმინეთი და ევროპა აკეთებენ, სწორია. მოსკოვი ამავდროულად უარყოფს პასუხისმგებლობას. ვლადიმერ პუტინი კი ამტკიცებს, რომ დრონის წარმოშობა ჯერ კიდევ გაურკვეველია და მოუწოდებს ობიექტურ გამოძიებას. მაგრამ ნატოს წევრი ქვეყნებისათვის, რომლებიც საზღვართან არიან, ეს კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, რომ უკრაინაში ომი აღარ არის მხოლოდ უკრაინის ფარგლებში მოქცეული. ის უკვე თავად ალიანსს ეხება. და ცნობილი არტისტები დიდ ფესტივალში მონაწილეობაზე უარს ამბობენ, რომელიც ამერიკის 250 წლის იუბილეს აღსანიშნავად იყო დაგეგმილი. მას შემდეგ, რაც განაცხადეს, რომ შეცდომაში შეიყვანეს იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენდა ეს ღონისძიება სინამდვილეში. თავისუფლების 250 დიდი ამერიკული სახელმწიფო ბაზრობა, რომელიც ვაშინგტონში ეროვნულ მოლზე უნდა გაიმართოს ამ ზაფხულს. ბოდიში ივნისიდან იწყება, წარმოდგენილი იყო როგორც არაპარტიული დღესასწაული. მაგრამ ეხლა შემსრულებლები, მათ შორის Commodore-ი, Brett Michaels-ი და Martina McBride-ი, ყველამ უარი თქვა მონაწილეობაზე. ამბობენ, რომ პოლიტიკური კავშირები არ იყო ნათელი, როცა კონტრაქტს აწერდნენ ხელს. და ეს იმიტომ, რომ ამ ღონისძიების ორგანიზატორი ჯგუფი გასულ წელს ტრამპის ადმინისტრაციამ დაარსა და პრეზიდენტმა მისი აღმასრულებელი დირექტორი დანიშნა. ეხლა კი პრეზიდენტი ამ ადამიანებს მესამე ხარისხოვნებად მოიხსენიებს და განიხილავს იდეას, რომ იმავე დროს და იმავე ადგილას მიტინგი ჩაატაროს. ეხლა ყურადღება გავამახვილოთ მსოფლიოს რამდენიმე მთავარ ამბავზე, რომლებიც შეიძლება ამ კვირაში გამოგჩათ. პენტაგონი და SpaceX-ი დაძაბულ დაპირისპირებაში არიან იმ საკითხზე, რაც თანამედროვე ომისთვის უმნიშვნელოვანესი გახდა. ეს არის Starlink-ი ბრძოლის ველზე. ირანის კონფლიქტის პიკზე აშშ-ის ოფიციალური პირები ეყრდნობოდნენ ელონ მასკის სატელიტურ ქსელს, რათა უზრუნველყოთ ყველაფერი ბრძოლის ველის კომუნიკაციებიდან დაწყებული დრონების ოპერაციებით დამთავრებული. მაგრამ ეხლა ახალი ბრძოლაა დაწყებული და ეს არის ფასი. SpaceX-ი ამბობს, რომ სამხედროები თითო ტერმინალზე დაახლოებით $5,000 იხდიან იმ სერვისისთვის, რომელიც კომპანიის მტკიცებით უფრო ახლოსაა $25,000 თვიურ საფასურთან. და სურს, რომ ეს თანხა გაიზარდოს. პენტაგონი კი თავის მხრივ ეწინააღმდეგება ამას და ამბობს, რომ ფასები არ შეესაბამება იმას, თუ როგორ გამოიყენება სისტემა რეალურად, განსაკუთრებით მოკლევადიანი დრონების მისიებისთვის. მაგრამ ამ დავის უკან უფრო დიდი რეალობა იმალება. აშშ-ში სამხედრო ძალები კრიტიკულ საომარ კავშირზე ერთ კერძო კომპანიაზე ძლიერად არიან დამოკიდებული და ეს SpaceX კარგად ესმის. ამიტომაც ომის დროს აშშ-ის მთავრობამ საბოლოოდ გადაიხადა ის გაზრდილი თანხა, რომელიც მას დააკისრეს. რადგან მასშტაბურად რეალური ალტერნატივა არ არსებობს, ოფიციალური პირები ახლა აფრთხილებენ, რომ უპირატესობა სწრაფად გადადის მეორე მხარეს. და ახლა ჩვენთან ერთადაა ვიქტორია სამსონი, უსაფრთხო სამყაროს ფონდის კოსმოსური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მთავარი დირექტორი. კაგი, პირველ რიგში ეს ძირითადად ფასებთან დაკავშირებული დავაა. თუ ეს იმის ნიშანია, რომ პენტაგონი სტრუქტურულად გახდა დამოკიდებული SpaceX-ზე ისე, რომ მარტივად ვერ გათავისუფლდება, მე ვფიქრობ, რომ ორივე ერთადაა. ნამდვილად, ფასებთან დაკავშირებული დავა ამ ყველაფრის სამომწყებია, მაგრამ რეალურად და გულწრფელად რო ვთქვათ, ამ ეტაპზე Starlink-ს ალტერნატივა არ აქვს. ეხლა Amazon-მა გამოუშვა თავისი ვერსია, რომელსაც Amazon Leo ქვია, და ვფიქრობ, რამდენიმე წელიწადში ის კონკურენციას გაუწევს Starlink-ს, მაგრამ ჯერ იქამდე არ მისულა. რას ნიშნავს ეს სამხედრო ოპერაციებისთვის? თუ ერთი კომერციული კომპანია შეუძლია ეფექტურად შეცვალოს კრიტიკული საომარი ინფრასტრუქტურის ფასი კონფლიქტის შუაგულში. აშკარად ჩვენ ეს ახლახან ვიხილეთ. მართალია. ანუ ეს ნამდვილად არ არის კარგი. იცით, დამოუკიდებლობისა და სამხედროების თავისუფალი მოქმედებისთვის, როცა მუდმივად უწევთ კომერციულ კომპანიასთან მოლაპარაკებების გადახედვა, მე ვფიქრობ, ეს ასევე მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად ძლიერი გახდა SpaceX-ი ამ ტიპის ბაზარზე დომინირების თვალსაზრისით. მაგრამ ასევე სამხედროებს შეეძლოთ უარი ეთქვათ. არანაირი მიზეზი არ იყო, რომ აუცილებლად დათანხმებულიყვნენ.
არგუმენტები, რომლებსაც SpaceX-ი იშველიებს იმის შესახებ, რომ ისინი ძირითადად ავიაციის კატეგორიას იყენებდნენ Starshield-ის გამოწერისთვის, ნამდვილად შეიძლება გააბათილოს ვინმე. და ვფიქრობ, პენტაგონი ამ ეტაპზე დათანხმდა, მაგრამ ამჟამად ისინი ალტერნატივებს ეძებენ. მართალია, ანუ შენ ამბობ, რომ მათ შეეძლოთ უარი ეთქვათ, მაგრამ საბოლოოდ ეს ძალიან სერიოზულ დაბრკოლებას შექმნიდა ირანთან მიმდინარე ომში. შეიძლება ითქვას, რომ ეს შეერთებულ შტატებს სუსტად წარმოაჩენდა. ეს იმაზეა დამოკიდებული, რომ SpaceX მართლაც შეწყვეტდა მათთვის ტერმინალების გამოყენების ნებართვას. ანუ ეს ისა, რაც თქვენს რო გააკეთებდნენ, მაგრამ გონი ეს ის საკითხია, რაზეც თქვენ აღარ გიწევთ ფიქრი. ეხლა პენტაგონი ცდილობს დაეხმაროს ირანის მოქალაქეებს, რომ მათ შეძლო მთავრობის მიერ დაწესებული კომუნიკაციების ბლოკირების გვერდების გვერდისალა. და ამ საკითხზე SpaceX-თან ფასებთან დაკავშირებით უთანხმოება აქვთ, რადგან არსებობს გეგმა, რომ მოსახლეობას პირდაპირი მობილური კავშირი ჰქონდეს Starlink-ის მეშვეობით, რაც დაახლოებით 5G სერვისს დაემსგავსება. და ას ვიცით ამაზე. და შეიძლება თუ არა, რომ Starlink-მა კონკრეტულად ამ საკითხზე უკმაყოფილება გამოიწვიოს. ანუ ირანის მოსახლეობას უკვე ჰქონდა ცუდომა Starlink-ზე, იანვრის პროტესტების დროს Starlink-ი ქვეყანაში კონტრაბანდით შეიტანეს. ასე შედიოდნენ ადამიანები ინტერნეტში. So Earhadbed Starlink is for enabling business mode world, რაინც ესენი ინტერნეტიდან გაეთიშა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ადრე უკვე ჰქონდათ ამის დაკეთების გზები, ეხლა უბრალოდ საქმე იმაშია, რომ ამის უკან ASEAN-ის მთავრობა დგას და ცდილობს ტერმინალები შეიტანოს ქვეყანაში. მაგრამ ანუ კიდევ ერთხელ Starlink-ს ირანში უკვე იყენებდნენ სამოქალაქო პირები. მართალია. კარგი, ვიქტორია სიმსონ, ძალიან მადლობას გიხდით, რომ შემოგვიერთდით და გაგვიზიარეთ თქვენი ხედვა. ეს ჩემთვის სიამოვნება, მადლობა რომ დამპატიჟეთ. ეხლა კანადა ნამდვილ Brexit-ის მსგავს მომენტს გადის. ალბერტას პროვინცია, რომელიც ცნობილია როგორც კანადის ნავთობით მდიდარი ძალა, ახლა ოფიციალურად მიემართება რეფერენდუმისკენ 19 ოქტომბერს, რათა გადაწყვეტოს დარჩეს თუ არა ქვეყანაში, თუ გადადგას ნაბიჯი მომავალში გამოყოფის შესახებ კენჭისყრისკენ. ეხლა პრემიერი დანიელ სმითი ამბობს, რომ ეს ეხება ხალხისთვის მკაფიო სიტყვის მიცემას ოტავასთან წლების განმავლობაში დაგროვილი იმედგაცრუების შემდეგ, განსაკუთრებით ენერგეტიკულ და ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს კენჭისყრა იურიდიულად სალავდებულო არ არის, ის უკვე პოლიტიკურად ბევრად უფრო ძლიერ გავლენას ახდენს, ვიდრე შეიძლება ეგონათ. რადგან როცა ასეთ კითხვას ბიულეტენზე აკენებ, თუნდაც ეტაკობრივად, მას ხშირად თავისი ცხოვრება უჩნდება. და ისეთ პროვინციაში, როგორიცაა ალბერტა, სადაც სეპარატისტული განწყობები 10 წლეულებია მოდის და მიდის. სწორედ ასეთი იმპულსი აშინებს ოტავაში მყოფებს. ჩვენთან ერთად ახლა მიხეილ ბერნარდ ვერნიკია. ის ოტავას უნივერსიტეტში იაროსლავსკის სახელობის პროფესურას იკავებს. პირველ რიგში აგვიხსენეთ, რა არის ის, რაც ალბერტელებს ასე აბრაზებს, უფრო კონკრეტულად, და რამდენი მათგანი რეალურად უჭერს მხარს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გახდომას. იმ გამოკითხვების მიხედვით, რაც ჩვენ გვინახავს. მადლობა ინტერესისთვის. დარწმუნებული ვარ გარედან რომ უყურებ ეს ძალიან უცნაური სახის სეპარატისტული მოძრაობა. ეს არ ეფუძნება ისტორიას, როგორც შოტლანდიაში, კატალონიაში ან თუნდაც კორსიკაზე. მას არ აქვს არც რელიგიური, არც ენობრივი და არც ეთნიკური ბიძგი, რომ რაღაცნაირად გააგრძელოს არსებობა. ის ძირითადად დაფუძნებულია, როგორც თქვენ თქვით შესავალში, გარკვეულწილად დაგროვილ ცხენებზე, იმის გამო, რომ ვერ ახერხებენ საკუთარი სურვილების გატარებას ეროვნული პოლიტიკის ფორმირებაში, განსაკუთრებით კი რესურსების ეკონომიკის საკითხში. ალბერტაში დაახლოებით 5 მილიონი ამორჩეველია, მაშინ როცა მთლიანად კანადაში 42 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. დანადელების უმეტესობა ონტარიოში და კვებეკში ცხოვრობს და ისინი, როგორც წესი, გადამწყვეტ გავლენას ახდენენ არჩევნების შედეგებსა და პარლამენტის შემადგენლობაზე და ასე შემდეგ. ასე რომ ეს ფაქტობრივად მთლიანად რეგიონულ უკმაყოფილებაზეა დაფუძნებული და იმ განცდაზე, რომ მათ არ სცემენ პატივს ან არ უსმენენ. ამჟამად თუ 6 თვით ადრე ჩატარებულ გამოკითხვებს საერთოდ რაიმე ფასი აქვს ცალსახა კითხვაზე, ალბერტელების უმეტესობა აშკარად სურს, რომ კანადის ნაწილი დარჩეს. მაგრამ სამწუხაროდ უკვე დაწყებულია გარკვეული პროცესები და ძალიან დაძაბული და რთული პერიოდი გველის. თუ ალბერტა მართლაც გახდება დამოუკიდებელი, როგორ იმოქმედებს ეს დანარჩენ განაცე? ეს ძალიან კარგი კითხვაა, ბევრი ჰიპოთეტური ვარიანტია. ჩვენ ეს უკვე გამოვიარეთ კვებეკში 2 რეფერენდუმის დროს, რომლებიც სეპარატიზმს ეხებოდა. თავარი საკითხი იქ ისაა, რომ შენ გადადიხარ უცნობში, უცნობ ტერიტორიაზე. კვებეკს აქვს გარკვეული მთლიანობა ფრანგული ენის გამო, არ არის ნათელი, რა შეძლებს ალბერტა, რომელიც ხმელეთით არის გარშემორტმული. ეს არ იქნება კარგი მათი რესურსებზე დაფუძნებული ეკონომიკისთვის, რომ ხმელეთით არიან გარშემორტმული. ამიტომ ფიქრობ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამგვარ სპეკულაციებში ერთვებიან, ფიქრობენ, რომ დამოუკიდებელი ალბერტა ძალიან სიცოცხლისუნარიანი არ არის და საბოლოოდ შეერთებული შტატები შთანთქავს მას. რა მოუვა კანადის სხვა ნაწილებს, ეს დიდი უცნობია.
როგორ ფიქრობთ, რამდენად სარისკოა კანადისთვის, რომ სეპარაციის შესახებ რეფერენდუმები ნორმად აქციოს? მაშინაც კი როცა ისინი სავალდებულო არ არის. ხოლო თითოეულ პროვინციას აქვს უფლება ჩაატაროს პლებეციტები და რეფერენდუმები. ისინი საკმაოდ გავრცელებულია სხვა საკითხებზე, მაგალითად საარჩევნო სისტემის ცვლილებებზე და ასე შემდეგ. დიახ, ესპანეთის მთავრობამ ბევრად უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავა ბასკეთის რეგიონში რეფერენდუმის მიმართ. ამიტომ, იცით, ფიქრობ თუ რაიმე სტრატეგია აქვს პრემიერს, ის იმედოვნებს, რომ გამოიწვევს მოლაპარაკებებს პოლიტიკურ დათმობებზე და პროვინციისთვის უფრო დიდ ავტონომიაზე. შესაძლოა კონსტიტუციურ ცვლილებაზეც, მაგრამ ეს ძალიან დიდი რისკია. მართალია, და ბოლოს არსებობს თუ არა რაიმე სტრატეგია, რომლითაც შეიძლება ასეთი რეგიონული გაბრაზების დამშვიდება ისე, რომ ეს კონსტიტუციურ კრიზისად არ გადაიქცეს. თქვენ კვებეკი ახსენეთ, როგორც წარსული სეპარატისტული მოძრაობების მაგალითი. პირველ რიგში კითხვა ასეთია: გსურთ თუ არა კანადის ნაწილი იყოთ? ჩვენ კვებეკში ორი სხვადასხვა რეფერენდუმში რამდენიმე თაობის განმავლობაში აღმოვაჩინეთ, რომ კვებეკის სეპარატისტები, რომლებიც ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსები იყვნენ, დაამარცხეს კვებეკის ფედერალისტებმა, ძალიან ცნობილმა ადამიანებმა, რომელთაც თქვენი მაყურებლიდანაც ბევრი იცნობს. ამიტომ ფიქრობ საბოლოოდ ეს დებატი ალბერტაში უნდა გაიმართოს. და იმ ალბერტელებმა, რომლებიც ფედერალისტები ან უნიონისტები არიან, ან ძლიერად უჭერენ მხარს კანადის შემადგენლობაში დარჩენას და პრობლემების კანადაში გადაწყვეტას, უნდა გადადგან ნაბიჯი წინ. კარგი, მადლობა ზღიხდით, მაიკლ, რომ შემოგვიერთით. ნამდვილად საინტერესო იქნება, როგორ ჩაივლის ეს კენჭისყრა ოქტომბერში და რას ნიშნავს ეს კანადის მომავლისთვის. დარწმუნებული ვარ, მომავალ თვეებში ბევრი სალაპარაკო გვექნება. მადლობა ინტერესისთვის. კარგი, ხო ძალიან მნიშვნელოვან მოვლენაზე გადავდივართ. ეს უნდა ყოფილიყო ეროვნული სიამაყის დღე, რადგან პარის სენ-ჟერმენი მეორედ ზედიზედ იმარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე. თუმცა პარიზის ქუჩები დაჩრდილა ასობით არეულობის მონაწილემ, რომლებიც უბრალოდ ზეიმის ნაცვლად ქაოსს ქმნიდნენ. ჩვენი წამყვანი და კორესპონდენტი ემილი ფრენსისი მოგვითხრობს ამ ამბავს. ეს უნდა ყოფილიყო ზეიმი პარის სენ-ჟერმენის ჩემპიონთა ლიგაზე ინგლისურ არსენალზე გამარჯვების. ამის ნაცვლად ეს გადაიქცა სრული ქაოსის სცენად ქუჩებში. ასობით სპეცრაზმელი პოლიციელი გამოიძახეს, რომ შეეჩერებინათ ხულიგნები, მაგრამ მაჩმაშხალები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს. მიუხედავად იმისა, რომ დრისით რამდენიმე ადამიანი დააკავეს, ძალადობა გაგრძელდა ღამის გვიან საათებამდე. პოლიციას კი ცრემლსადენი გაზის გამოყენება მოუწია ბრბოს დასაშლელად. და საბოლოოდ დააკავეს დაახლოებით 400 ადამიანი. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაგმო მიუღებელი და გაუმართლებელი ძალადობა და პირობა დადო, რომ პასუხისმგებელ პირებს პასუხს აგებინებს. თუმცა პარიზის ეიფელის კოშკი მაინც ანათებდა პესაჟ ფერებში ფოიერვერკებით, რომლებიც გრძელდებოდა საღამომდე, ხოლო გულშემატკივრები ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ დიდი გამარჯვების სული. სპორტზე რომ ვთქვათ, საფრანგეთის ღია პირველობა მიმდინარეობს პარიზში და მასთან ერთად მოდის ის, რაც ჩოგბურთის გულშემატკივრებმა კარგად იციან. თითქმის გარდაუვალია. ეს არის კორტზე ნერვული აფეთქება. ჩოგნები იმსფრევა, კამათები იწნება არბიტრებთან და სავსე სტადიონებზე ემოციები ზვარსდება. დანიელ მედვედევის ემოციური აფეთქებიდან დაწყებული დანიელ ალტმაიერის მიერ ჩოგნის ტრიბუნებში გაგდებამდე ჩოგბურთში არასდროს აკლდა ცუდი ქცევა. მაგრამ ამ გამორჩეული სკანდალების მიღმა დგას უფრო დიდი საუბარი იმაზე, თუ როგორ აფასებს სპორტი მოთამაშეებს და არიან თუ არა კაცები და ქალები ერთნაირი სტანდარტებით შეფასებულნი. ეს დებატი მუდმივად გვაჩნდება. სერენა უილიამსმა ამტკიცებდა, რომ 2018 წლის აშშ-ის ღია პირველობის ფინალში მას უფრო მკაცრად დასაჯეს, ვიდრე მამაკაც მოთამაშეებს. ელის კორნემ იმავე წელს უკმაყოფილება გამოიწვია, მას შემდეგ რაც მას კორტზე მაისურის გამოცვლისთვის წესების დარღვევა ჩაუთვალეს, მაშინ როცა მამაკაც მოთამაშეებს ეს ჩვეულებრივად ეპატიებოდათ. და უფრო ახლახანს ონს ჯაბეურმა გააკრიტიკა საფრანგეთის ღია პირველობა იმისთვის, რომ ქალები არაერთხელ გამოტოვეს პრაიმ ტაიმის ღამის სესიებიდან. და მადრიდის ღია პირველობა სექსიზმში დაადანაშაულეს მას შემდეგ, რაც ქალთა წყვილების ფინალისტებს არ მისცეს თასის გადაცემის სიტყვით დამოსვლის უფლება, მაშინ როცა მამაკაცებს ეს უფლება ჰქონდათ. და ახლა კიდევ ერთი სკანდალი გაჩნდა როლან გაროსზე, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ მოთამაშეს ჯარიმა დააკისრეს იმის გამო, რომ თქვა, მატჩს მამაკაცი არბიტრი სჭირდებოდაო. ეხლა ჩვენთან ერთადაა დოქტორი სოფია სოლომონი, ბენ-გურიონის უნივერსიტეტის სპორტული დიპლომატიის ცენტრის მკვლევარი. თქვენ ფიქრობთ, რომ ჯერ კიდევ არსებობს ორმაგი სტანდარტი იმაში, თუ როგორ ისჯებიან ან როგორ წარმოჩინდებიან მამაკაცები და ქალები კორტზე გამოხატული ბრაზის გამო ჩოგბურთში?
ცხადია და ეს მხოლოდ ჩოგბურთში არ არის. ანუ ეს ასევე უკავშირდება თქვენს წინა თემას, სადაც რატომღაც მამაკაცებს შეუძლიათ გამოხატონ უფრო მაღალი დონით აგრესია ან აფეთქება, მაგრამ ქალებს უბრალოდ არ შეუძლიათ. და გულწრფელად რო თქვა, ეს კიდევ უფრო აბსურდულია. როცა ვფიქრობთ გენდერულ მიკერძოებაზე, ვფიქრობთ ფემინისტურ ბრძოლაზე. ქალებს ყოველთვის უფრო ემოციურებად მიიჩნევენ, ან ისეთებად, ვისაც არ შეუძლია ემოციების კონტროლი. და აქ ხედავთ, რომ არა მხოლოდ შეუძლიათ ემოციების კონტროლი, არამედ როცა ამას არ აკეთებენ, ზუსტად ისე როგორც კაცები, მაინც არ ექცევიან თანაბრად. როგორ ფიქრობთ, რატომ აღიქმება მამაკაცების აფეთქებები, როგორც ვნება ან კონკურენტუნარიანობა, მაშინ როცა მსგავსი ქცევა ქალების მხრიდან უფრო ხშირად ემოციურ ან არაპროფესიონალურ საქციელად აღიქმება? როგორც უკვე აღნიშნეს, სპორტში გენდერული მიკერძოება არსებობს, თუნდაც აკადემიურ წრეებშიც. გულისხმობ იმას, რომ ჩემს კვლევით სფეროში ყოველთვის იპოვით შედარებას ქალი და მამაკაცი მეცნიერებს შორის. მაგრამ ეს მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. სპორტი ზოგადად უნდა გვახსოვდეს, რომ ის მოძრაობს ორ შეიძლება ითქვას ურთიერთსაპირისპირო პოლუს შორის. ერთი არის რაციონალიზმი, მავალი სტანდარტები, რომლებსაც პროფესიონალიზმში მივყვებით და უნდა შევინარჩუნოთ თამაში როგორც რაღაც, რასაც შეიძლება რაოდენობრივად შევაფასოთ, ამიტომ ჩვენი ქცევაც უნდა დავიცვათ და მეორე მხარეა ზედმეტად ემოციური ყოფნა. და ეს ზედმეტად ემოციური ქცევა შეიძლება მიგვიყვანოს ზალადობის ზღვარზე, ზუსტად ისე, როგორც ეს გულშემატკივრებთან ვნახეთ მაგალითად, მაგრამ ასევე მოთამაშეების სამყაროშიც. როდესაც სპორტში ძალადობაზე ვსაუბრობ ზოგადად, ის ყოველთვის ჩნდება თანამედროვე თამაშის დასაწყისიდანვე. სინამდვილეში თავად მოთამაშეებისგან და არა გულშემატკივრებისგან. მაგრამ რაც ჩვენ ხედავთ ჩოგბურთში, თქვათ ბოლო 2 ათწლეულის განმავლობაში, ან იქნებ ბოლო 10 წლეულში, არის ის, რომ მაყურებელთა რაოდენობა, ანუ სპექტატორთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ წლებთან შედარებით, რაც ადრე იყო მოსალოდნელი. ამიტომ და თუ მე ვგულისხმობ იმას, რაც თქვენ ახსენეთ საფრანგეთის ღია პირველობაზე. ამიტომ ამ ხუთშაბათს საფრანგეთის ღია პირველობაზე ერთ-ერთმა მოთამაშემ დანიელ ვალეჩიომ, რომელმაც თქვა, რომ არბიტრი უნდა იყოს კაცი და არა ქალი, ასევე მოგცა მაგალითი, რადგან მან ეს დააკავშირა ძალიან მომთხოვნ მაყურებელთან. ასე უწოდა მან ამას. ანუ არა მხოლოდ არა იყო პასუხისგებლობა საკუთარ ქმედებებზე, არამედ მსაჯიც დაადანაშაულა. ეს არის ძალიან ცნობილი გენდერული მიკერძოება, რომელიც სპორტის სამყაროში არსებობს. მაგრამ ფიქრობ უფრო მეტიც ხედავთ, რომ ძალადობა რაღაცა მხრივ აღიქმება როგორც მამაკაცური თვისება, რომელიც კაცების სამყაროში დასაშვებია, ხოლო ქალების სამყაროში არა. საბოლოოდ ფიქრობთ, რომ ქალთა ტური რეალურად შეიცვალა ემოციების მართვაში, თუ უბრალოდ ახლა უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ და ეს უფრო თვალსაჩინო გახდა? ზუსტად ფიქრობ, რომ ეს ბოლო უფრო სწორია, რადგან ყველას გვაქვს ემოციები, ანუ მნიშვნელობა არ აქვს, ეს სქესის საკითხი არ არის, ყველა ადამიანს აქვს ემოციები, ზოგს ეს უკიდურესობამდე მიაქვს. როგორც პოლიტიკური ძალადობის მკვლევარი შემიძლია გითხრათ, რომ ეს ნამდვილად ასეა. ეს სქესისგან დამოუკიდებელია, ძალადობა შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოვლინდეს. მაგრამ რადგან მაყურებელთა რაოდენობა გაიზარდა და მოთამაშეებისგანაც მეტი მოლოდინია, ხო, რომ უფრო კონკურენტუნარიანები იყვნენ, იცით რა? როცა ამაზე ვფიქრობთ, რატო არის, რომ როკ კონცერტებზე არასდროს ბრაზდებით მუსიკოსზე, რომელიც არ ვიცი, სცენაზე თავის გიტარას ამტვრევს და სპორტში კი სხვა რამეს ველით. რადგან სპორტმა ასევე უნდა გაითვალისწინოს სამართლიანი თამაშის პრინციპი. და ყველაფერი, რაც შეიძლება თამაშზე გავლენას ახდენდეს და ამ წესების ნაკრებში არ შედის, შეიძლება თამაშს ხელი შეუშალოს. და ვფიქრობ, ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც ბოლო წლებში უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება, მაყურებლის როლია. და რადგან ეს უფრო მასშტაბური ხდება, მოთამაშეები უფრო დიდ ზეწოლას განიცდიან, რომ უკეთესად ითამაშონ, უკეთესი სტატისტიკა ჰქონდეთ და მაღალი პოზიცია დაიკავონ. ეს ასევე მოულოდნელად ცნობილ ადამიანად ქცევის საკითხიცაა, ევის საკითხიცაა. მოულოდნელად შენ აღარ თამაშობ მხოლოდ რამდენიმე ათასი მაყურებლის წინაშე, არამედ სოციალურ მედიაში გიყურებენ მილიონობით მაყურებელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამიტომ ვფიქრობ, ეს არის ზეწოლის რაოდენობა, რომელიც მოთამაშეებზე მოდის, მაგრამ ასევე შესაძლოა ქალებმა დაიწყეს საკუთარ თავს უფრო ბუნებრივად ყოფნის უფლების მიცემა. და მე არ ფიქრობ, რომ ეს კრიტიკის წყაროა, მაგრამ შესაძლოა ბოლოს და ბოლოს სქესებს შორის შეფშორის შედარება.
კარგი, ძალიან დიდი მადლობა რომ შემოგვიერთდით. საინტერესო იყო თქვენი მოსაზრების მოსმენა, დოქტორ სოლომონ. მადლობა რომ იმიწვიეთ. გარეთ ძალიან ცხელა. ევროპაში ან თვეში უკიდურესი სიცხე არის, გამოც ადამიანები ცდილობენ თავი შეინარჩუნონ გრილას და უსაფრთხოდ, რადგან ზოგ ქვეყანაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურებია დაფიქსირებული. ჩვენი სამანთა კოენი უფრო მეც გვიამბობს. ევროპის არაერთ ქვეყანაში ისეთი სიცხეა, როგორიც აქამდე არასდროს ყოფილა. ლონდონში მაისის თვეში რეკორდული სიცხე დაფიქსირდა 34 გრადუსი ცელსიუსით, ანუ 94 ფარენჰაიტით, რომელიც ლონდონის Kew Gardens-ში აღირიცხა. საფრანგეთის ქალაქ ოსერის მახლობლად სიცხემ 37 გრადუს ცელსიუსს, ანუ 99 ფარენჰაიტს მიაღწია. ძლიერმა სიცხემ ხალხის სხვადასხვა ადგილას გააქანა, რათა შვება ეპოვათ, თუმცა ყველას არ აწუხებს რეკორდული სიცხე. ფიქრობ ზაფხულის დასაწყისისთვის ეს საოცარია. და ჩვენ უკვე ზაფხულში ვიყავით. ფიქრობ სიცხე გჭირდება. ტურისტების სიმხურვალეს უმკლავდებიან, რათა ჩამოვიდნენ და ნახონ ღირსშესანიშნაობები, რომელთა შესახებაც ასე ბევრს უსმენიათ. ხშირად ვცდილობ ბევრი წყალი დავლიო, ხო? ვცდილობ ბევრი წყალი დავლიო, ყოველთვის ვიყო დატენიანებული და ისეთ ადგილებში წავიდე, სადაც ჩრდილია. არ ველოდი ამას. პირველად ვარ აქ და სულ მეუბნებოდნენ, რომ ცივა. რომ მოღრუბლულია წვიმს და მე კი მართლაც საოცარი დღეები მქონდა. მაგრამ კარგი, მე სიცხე მიყვარს, მზეში სიარული მიყვარს. ასე რომ ბედნიერი ვარ. ძალიან გაგვირვებული ვარ, გაკვირვებული. ეს დაუჯერებელია, მართლა. სხვა ადამიანები ასე აღფრთოვანებულები არ არიან. მე ვფიქრობ, ყოველ წელს ცოტა უფრო ადრე ვიწყებთ ტანჯვას და უფრო დიდხანს გრძელდება. როგორც შეგვიძლია, ისე უმკლავდებით. სიგბოს გუმბათი იწვევს ძლიერ სიცხეს ევროპაში. თბილი ამინდი, რომელიც აფრიკის ჩრდილოეთიდან მოდის, ევროპაზე მაღალი წნევის სისტემის ქვეშ იჭედება. ამინდის ექსპერტები მიზეზად კლიმატის ცვლილებას ასახელებენ და ეჭვობენ, რომ ასეთი ამინდის უკიდურესობები მალე არ გაქრება. ეხლა ეკონომიკაზე გადავდივართ, რადგან კიბერთაღლითობა უფრო სწრაფი, დახვეწილი და რთულად შესაჩერებელი ხდება. სამხრეთ აფრიკის მეცნიერები სულიად განსხვავებულ თავდაცვაზე მუშაობენ, ისეთზე, რომელიც ინტერნეტის მომავალს კვანტური ფიზიკის გამოყენებით იცავს. ნახეთ. იოჰანესბურგის ვიტვოტერსრანდის უნივერსიტეტში სტუდენტები ლექციებს შორის გადაადგილდებიან, ხოლო ფიზიკის დეპარტამენტში მკვლევარები ტექნოლოგიაზე მუშაობენ, რომელიც შეიძლება შეცვალოს თუ როგორ გადაადგილდება მონაცემები მთელ მსოფლიოში. ბნელ ლაბორატორიაში, რომელიც ლაზერებითა და ოპტიკური მოწყობილობებითაა სავსე, პროფესორი ენდრიუ ფორბსი და მისი გუნდი კვანტური კომუნიკაციის ექსპერიმენტებს ატარებენ. ეს არის სფერო, რომელიც ნაწილაკების ქცევას იღენებს მონაცემთა გადაცემის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად. მიზანი მხოლოდ დღევანდელი სისტემების უფრო სწრაფად მუშაობა არ არის, არამედ ისეთი ქსელების შექმნა, სადაც ჩარევას მაშინვე შეამჩნევენ, როგორც კი ის მოხდება. როცა ამ ორ კვანტურ ნაწილაკს ვქმნი და ისინი სხვადასხვა მიმართულებით მიდიან, ამ ორ სხვადასხვა გზაზე, თუ ვინმე ერთ-ერთს ჩაერევა და რამეს გაუკეთებს, ამას ჩემს მეორე ნაწილაკზე მაშინვე დავინახავ. ასე რომ როცა ვხედავ, რომ ვიღაცა ჩაერია, მაშინვე ვწვავ კავშირს. კვანტურ სამყაროში მიყურადებელი ყოველთვის ცვლის იმას, რის გადაჭერასაც ცდილობს. ისინი შეიძლება გააფუჭონ კავშირი, მაგრამ ინფორმაციას ვერასდროს მიიღებენ. ფორბსის გუნდი ასევე მუშაობს იმაზე, რომ გაზარდოს არსებული ოპტიკურ ბოჭკოვანი ქსელების გამტარუნარიანობა. სინათლის სხვადასხვა ნიმუშების გამოყენებით ერთდროულად გაცილებით მეტი მონაცემის გადატანისთვის. ეს კვლევა ჩნდება იმ დროს, როდესაც მსოფლიო უფრო მეტად დამოკიდებული ხდება მკისიერ ციფრულ გადახდებზე, საზღვარგარეთულ ტრანზაქციებსა და ონლაინ ფინანსურ სისტემებზე. Cape-Town-ში სტარტაპი Orca Proudi უკვე მუშაობს ამ ფრონტზე. აკვირდება გადახდებს და რეალურ დროში ამოიცნობს საეჭვო ქცევას. მისი გუნდები იყენებენ მონაცემთა ანალიზს, მანქანურ სწავლებას და ქცევით სიგნალებს, რათა გამოავლინონ თაღლითობა მაშინვე, როგორც კი ის ხდება სისტემაში, რომელიც უკვე ყოველთვიურად მილიარდობით დოლარის ტრანზაქციებს აკვირდება. იბერთაღლითობის პრობლემა ახლა უფრო მძაფრია ვიდრე ოდესმე. ეხლა ვხედავთ, რომ თაღლითობა უფრო სწრაფად ვრცელდება საზღვრებს მიღმა მყისიერი გადახდის მეთოდებით, რომლებიც მყისიერად მუშაობს. ჩვენ ხედავთ, რომ ხელოვნური ინტელექტის ზრდასთან ერთად თაღლითობა იცვლება. ამიტომ თაღლითებს აქვთ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტები, რათა თავად გარდაიქმნან და უფრო მეტ შეტევის არეალში დაგვესხან თავს ვიდრე ოდესმე. ამ ეტაპზე ისეთი კომპანიები, როგორიცაა Orca, კონცენტრირებულნი არიან შეტევების სწრაფად აღმოჩენაზე, სანამ ზიანი გავრცელდება. მაგრამ იოჰანესბურგში მიმდინარე სამუშაო უფრო ამბიციურ მომავალზე მიუთითებს. მომავალი, სადაც თავად ინტერნეტი ისე აგებული, რომ გარკვეული საფრთხეები გამოავლინოს მანამდე, სანამ ინფორმაცია მოიპარება. კომერციული გამოყენება შესაძლოა კიდევ წლები იყოს დაშორებული, მაგრამ სამხრეთ აფრიკის მკვლევარები ამბობენ, რომ ისინი უკვე გლობალურ ბოლაში მონაწილეობენ, რათა კომუნიკაციის შემდეგი თაობა დაიცვან.
დღევანდელი თაღლითობის გამოვლენისგან დაწებული ხვალინდელ კვანტურად დაცულ ქსელებამდე კიბერუსაფრთხოების ბრძოლა უფრო სწრაფად ვითარდება და უფრო მაღალი რისკების მატატარებელი ხდება ვიდრე ოდესმე. და სანამ დავემშვიდობებით, ყველას გჭირდებათ ცოტა შესვენება. თუ თქვენი დღე ომისა და პოლიტიკის შესახებ ყველა სიახლემ გადაგღალათ და განთუერთვა გჭირდებათ, ეს შეიძლება სწორედ ის იყოს, რაც გჭირდებათ. ბოლო რამდენიმე კვირაში ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთის გამრავლების ცენტრში 30-ზე მეტი გადაშენების პირას ოფის სიბირის ვებხვის ბოკვერი დაიბადა, რაც კონსერვაციონისტებისთვის იშვიათი კარგი ამბავია. კარგი ამბავი. ეს პატარა ბოკვერები თბილ ინკუბატორებში არიან მოთავსებული. მათ დღე-ღამის განმავლობაში ბოთლით ყვებავენ. მათ ხურადღებით აკვირდებიან, რადგან ისინი ცხოვრების ყველაზე მყიფე ეტაპს გადიან. ეხლა სიბირის ვებხვები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გადაშენების პირას მყოფ ცხოველებს შორის არიან. ველურ ბუნებაში მხოლოდ მცირე რაოდენობაა დარჩენილი რუსეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთის ზოგიერთ ნაწილში. მაგრამ ოფიციალური პირები ამბობენ, რომ გამრავლების ცენტრმა, რომელიც 1980-იან წლებში მხოლოდ 8 ვებხვით დაიწყო, ეხლა უკვე 1100-ზე მეტის გაზრდაში მიიღო მონაწილეობა. და უნდა თქვა, ისინი ძალიან საყვარლები არიან. კარგი მეგობრებო, ეს იყო Global Eye, მე ვარ ნატაშა კირჩუკი, მადლობა რომ შემოგვიერთდით, მომავალ კვირას შევხვდებით.